პირდაპირ ეთერში ვთავთ იუსტიციის სახლს. ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე და საერთოდ უფრო ფართოდ შევხედოთ იმას, რაც დღეს ხდება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ალბათ უმეტეს ქვეყნებში, სადაც იქნებოდა პირადობის მოწვევის გადაცემა, პირველ პირადობის მოწვევას გადაცემდნენ ქვეყნის პირველ პირს, იქნებოდა ეს მონარქი ან პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. ჩვენ პირველ პირადობის მოწვევებს, პირველ ნომრებს გადავცემთ არა მთავრობის რომელიმე წევრს, არა ადეიშვილი განმომცემს მე, არამედ გადავცემ ჩვენ მოქალაქეებს. და ეს არის ჩვენი ფილოსოფიის განსაკუთრებული ნაწილი. ნაწილი იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გვინდა ხალხისთვის და არაფერი არ გვინდა მთავრობისთვის. მთავრობა არის ხალხისთვის და არა ხალხი არის მთავრობისთვის და ეს სიმბოლურად დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდება. საერთოდ მინდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენ ბევრ რაღაცა შევეჩვიეთ ძალიან მარტივად. მე ბევრს დავდივარ სხვადასხვა ქვეყნებში. 20 საათიანი ფრენა მქონდა ბოლო თუ 25 საათიანი. რათა აქ ჩამოსულიყავი. ხედავ ძალიან ბევრ ქვეყანას. და მინდა გითხრათ, რომ შევეგუეთ ძალიან ადვილად, რომ საქართველო არის ასეთი მოწესრიგებული, ასეთი სუფთა, რომ აქ არ არის კორუფცია, რომ აქ არ არის სერიოზული კრიმინალი, ძალიან ცოტა არის სერიოზული კრიმინალი. ან არასერიოზული, საერთოდ ცოტა არის კრიმინალი. რომ აქ არის გაადვილებული მოქალაქეების ცხოვრება და გონია, რომ ეს ასე უნდა იყოს. მაგრამ ეს არის არსად, პრაქტიკულად არსად არ არის მსოფლიოში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე მარტივი ბიუროკრატიული პროცედურები მსოფლიოში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე ადვილი საწარმოების დარეგისტრირება მსოფლიოში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში და ესე იგი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მსოფლიოში. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე გაადვილებული ურთიერთქმედება მთავრობასა და ხალხს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ადვილი მსოფლიოში. და ეს ყველაფერი გააკეთა დღევანდელმა საქართველოს თაობამ და ეს გავაკეთეთ ხოლმე ჩვენ და ვერ გააკეთა ვერავინ მსოფლიოში. ეს იმ პირობებში, როცა ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი და ძალიან მდიდარი და განსაკუთრებული ნაწილი არის ოკუპირებული. ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს მოსახლეობის 10% დევნილი. ეს იმ პირობებში, როცა მრავალი წელი იყო გრევა, გაუტალობა, უშუქობა, განათლების წარმოუდგენელი ჩავარდნა და იმ ყველაფრის ფონზე საქართველოს მოახერხა თითქმის შეუძლებელი. ამიტომ ეს არის ძალიან დასაფასებელი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანი რაღაცა გავაკეთეთ, რამდენად მნიშვნელოვანი რაღაცა შევქმნით. იმიტომ რომ პირდაპირი კავშირი არის, იცით, ერთმანეთში. პირდაპირი კავშირი არის ქურდულ მენტალიტეტს შორის და ჯიგრულ ცხოვრებას შორის. განსაკუთრებულ გაგებას შორის, როგორც ეს იყო და ქუჩაში ნაგავს შორის. პირდაპირი კავშირი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღის ჩასვლას შორის და ჩაშლის ცდელობის შორის და კრიმინალს შორის, ის რომ ჩვენ ვერ გაუშვათ ჩვენი ბავშვები ქუჩაში. პირდაპირი კავშირი არის. იმიტომ რომ როდესაც შენ არ გინდა სახელმწიფო, როდესაც უარყოფ თავარ რაღაცებს, როცა უარყოფ დემოკრატიის პირობებში წესრიგს, როცა უარყოფ მოწესრიგებულობას მათ შორის, მაშინ ამას მოყვება ის, რაც არის სოფლიოს 90%-ში. ნაგავი ქუჩებში, საშიშროება გასვლის საღამოს სახლიდან, კორუმპირებული მებაჟეები, კორუმპირებული პოლიციელები, კორუმპირებული პასპორტის კაკალები, გაძლიერებული ცხოვრება, კარიერის გაკეთება მხოლოდ ნაცნობობით, მეგობრობით, ნათესაობით, გზამით და ქვეყნების, სადაც არაფერს არ ნიშნავს ნიჭი და შრომის მოყვარეობა. ჩვენ ეს ყველაფერი დავიტოვეთ უკან და ყველამ ერთად, განსაკუთრებით იმ ბავშვებმა, რომელიც არიან აი ამ ღობის იქით, უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ეს აღარასდროს არ დაბრუნდეს ამ ქვეყნებში, ამ ჩვენ ქუჩებში. ჩვენ ქუჩებში აღარასდროს დაბრუნდეს კრიმინალი, ჩვენ ქუჩებში აღარასდროს დაბრუნდეს ნაგავი, ჩვენ ქუჩებში არასდროს დაბრუნდეს უშუქობა, ჩვენ ქუჩებში არასდროს დაბრუნდეს კორუფცია, ჩვენ სახელმწიფო დერეფნებში, აი ამ კაბინეტებში არასდროს არ დაბრუნდეს ჯიგრული გაგების სუბიექტები
ერთი ქუჩიდან და ერთი უბნიდან მხოლოდ ქვეყნის. ჩვენთან ბრძოლა, ამ მთავრობასთან ბრძოლა და იმიტომ კი არა დემოკრატია ნორმალური და ოპონირება არის ნორმალური. ბრძოლა ძირითადად წარმოებს აქამდე ერთადერთი ნიშნით, რომ დაგვაბრუნეთ ჯიგრულ ნაგვიან კრიმინალურ კორუმპირებულ ყოფაში. რომ რასაც ისინი ეძახიან ღირსების აღდგენას ჭყალებში, მათი ღირსება არის ყველაზე დიდი უღირსობა სოფლიოში. ეს არის სხვა ადამიანის დამცირების უფლება, რომ მე თავ ჩემთვის განსაკუთრებული ის კი არა რომ მეცრომობ, განსაკუთრებული ის კი არა რომ უფრო ნიჭიერი ვარ, განსაკუთრებული ის კი არ არის რომ რაღაცა შევქმენი, განსაკუთრებული არის ის რომ ამუმნელი ვარ, ამის შვილი ვარ თუ შვილი ვარ, ამის ძმა ვარ, ამის ბიძაშვილი ვარ, ამის ძმისშვილი ვარ, მე ვარ და ამიტომ უფლება მაქვს რომ დაგამცირო. შეიძლება შუქი არ არის, მაგრამ მარტო მე მაქვს გენერატორი და თქვენ ხართ უშუქობაში. მარტო ჩემს სადარბაზოს გვიან და თქვენ ცხოვრობთ ნაგავში. მე არ ვიხდი ქთამს, იმიტომ ნაცნობები მიყავს, მაგრამ თქვენ უნდა გადაიხადოთ ბევრი ფული იმისათვის, რომ ელემენტარული მომსახურება გაგიწიოთ. ამას წინათ სხვა შორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერი, რომელიც ჩამოვიდა აქ, უყვებოდი, რომ აი ეგ ბათუმის საბაჟო ტერმინალზე გამბაჟება ტვირთების ხდება 5-დან 7 წუთში. ნუ მაქსიმუმ 1 საათში. და თუ 1 საათზე მეტია მებაჟე შეიძლება გაანთავისუფლოს სამსახური და მას გაეცინა და თქვა, რომ სადიპოვით ასეთ მებაჟეებს, რომელიც ამ პირობის დათანხმდებათ მუშაობას. ესე იგი, იგულისხმებოდა, რომ მებაჟეს თუ თავისი მარცხენა შემოსავალი არ აქვს, ან მინიმუმ კომფორტი არ აქვს, რომ სხვა ადამიანი დაამციროს, ის არ იმუშავებს. მე გამეცინა მეუთხარი, ჩვენ 7 წელი უყურებთ ასეთ მებაჟეებს. მე თვითონ ერთი 4-ჯერ, 5-ჯერ მარტო სარფის საბაჟოს თანამშრომლები გავუშვი სახში. და მე გადავწყვიტეთ, რომ საბაჟო ტერმინალებში უნდა იმუშაონ ძირითადად არა მებაჟეება, არამედ სამოდელო სააგენტოს გოგოებმა. რომელიც იქ არიან იმისათვის, რომ გაიღიმონ, შემოვა თქვა სიტყვაზე, გაუპარსავით ტრაილერის ძღოლი, გადმოკვეთავს საზღვარს, მივა იქ, მიესალმო მას ინგლისურად, თურქულად, გაუღიმონ, ტვინი დაუბნელონ, მაგრამ 7 წუთში გაუშვა, რომ სხვა არაფერზე ფიქრის დრო არ დარჩეთ. და ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა. არცად სოფლიოში ასე არ არის. იმიტომ რომ ეს არის ტექნოლოგია, ეს არის სახელმწიფოს ნება, რომ იქ არ იყოს კორუფცია, იქ არ იყოს დარჩენილი სივრცე იმისათვის, რომ ასეთივე ღიპიანმა გაუპარსავმა და ჭყუარეულმა მებაჟებ დაამციროს ჩვენი მოქალაქე, ან თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქე. აი ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა. რაც მეც დავდივარ, რაც მეც ვხედავ, რაც მეც ვაკვირდები. ხვდები რომ სწორ გზაზე დგევართ და ხვდები რომ ძალიან გაუსწრებით ძალიან ბევრი ვიღაცას გარშემო. ეს სათამჯერები რომელსაც გარშემო უყურებთ, შედება არა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნავთობი, ჩვენ არა გვაქვს ნავთობი. არა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბევრი გაზი, ჩვენ არა გვაქვს ბევრი გაზი. არა იმიტომ რომ ბებია ჩვენისგან შემოგჩა რომელიმეს მემკვიდრეობა. ბებია ჩემი დედა იყო ძალიან მდიდარი თავის დროზე, მაგრამ მემკვიდრეობა არ დაგვჭა, იმიტომ რომ კომუნისტებმა ჩამოართვეს. ეს შენდება ყველაფერი იმის გამო, რომ ჩვენ შევქმენით არაკორუმპირებული, გამჭირვალე, ეფექტური სახელმწიფო აპარატი და შევქმნით ისეთი დემოკრატია, რომელიც ემსახურება ხალხს და არა თანამდებობის პირებს. ამიტომ მე მინდა დღეს განვახორციელო მორიგი აქტი ასეთი პირდაპირ სახალხო დემოკრატიის და გადავცე რამდენიმე ჩვენ თანამოქალაქეს პირადობის მოწმობა, რომელიც არ შეხვდა პრეზიდენტს, იმიტომ რომ ის ამ ქვეყანაში არ არის ნომერ პირველი. ნომერ პირველი არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სტუდენტები, ჩვენი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ჩვენი სოციალურად დაუცველები, ჩვენი ქართველები უცხოეთიდან. ერთ სიტყვით ის, ვისაც ეკუთვნის საქართველო. საღამოშვიდობით, ახლა კი საქართველოს პრეზიდენტი საზეიმო ვითარებაში გადაცემს ქართულ ახალ ID ბარათებს. ესენი გახლავთ იაგო შავიშვილი, სტუდენტი. თამარ ბერიძე, სოციალურად დაუცველი. ხარდი გაუსვა თამარს ეს გადაეცემა უფასოდ, მაგრამ სოციალურად დაუცველი ეს არ არის არც პროფესია და არც მუდმივი სტატუსი, არა დროებითი მდგომარეობა ადამიანის, რომელიც აუცილებლად არის კიდევ ერთხელ რომ დროებითი და აუცილებლად შეიცვლება. ნინა გლდონიანი, ემიგრანტი საფრანგეთიდან.
ვიდადი ახუნდოვი, ბათუმის მკვიდრი. და ანჟელიკა კოლესნიკოვა, მოსწავლე. დანარჩენს გადავცემთ თქვენ. მაშინ ეს იყო პირდაპირ ჩართვა ბათუმის იუსტიციის სახლიდან, სადაც აიდი ბარათების პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაცია საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმო ვითარებაში მოქალაქეებს აიდი ბარათები პირადად გადასცა და ახალი თაობის ელექტრონული პირადობის მოწმობების უპირატესობაზე ისაუბრა.